ქართულმა მხარემ ევროპული არჩევანი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით დაადასტურა. დოკუმენტს 28 წევრი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელმაც მოაწერა ხელი. თარიღი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის ისტორიულ მოვლენად შეფასდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელიდან პოლიტიკური სიგნალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებსაც გაუგზავნა. ირინე წუწუნავას რეპორტაჟი. 2014 წლის 27 ივნისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით საქართველოს ისტორიაში ახალი ევროპული ცხოვრების ათვლა დაიწყო. ასოცირების შესახებ ხელშეკრულება ბრიუსელში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ და ჰერმან ვან რომპეიმ. საქართველოსთან ერთად ევროპისკენ სვლა ოფიციალურად დაადასტურა უკრაინამ და მოლდოვამ. ასოცირების 1135 გვერდიან დოკუმენტს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებმაც მოაწერეს. ხელმოწერამდე კი სამი ქვეყნის ლიდერებმა ცერემონიალზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით ასოცირების ხელშეკრულება ის საძირკველია, რომელზეც საქართველოს ევროპული მომავალი აშენდება. ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველო ევროპისკენ გზას წარმატებით გაივლის. გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებსაც მიმართა. ყველა ერის ისტორიაში არის თარიღები, რომლებითაც ისინი ამაყობენ. დღეს ჩემი სამშობლოს ისტორიაში იწერება ახალი დიდი თარიღი, რომელიც ჩვენ იმედებს ვისახავს და რომელიცაც ჩვენი შთამომავლობა იამაყებს. და სწორედ ამ დღის დადგომაზე ფიქსა და ზრუნვას შეალია ცხოვრება არაერთმა თაობამ. და მე ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩვენს თაობას ხვდა წილად პატივი, რომ სინამდვილად ექცია ჩვენი წინაპრების ოცნება. ძალიან ძნელია ჩემთვის სიტყვით გამოვხატო ის გრძნობა, რომელსაც ახლა მე განვიცდი. როგორც ერთი ქართველი საქართველოს მოქალაქე. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ჩემ სამშობლოში ყველას ეს ემოცია აქვს. დღეს საქართველოს ეძლევა ისტორიული შანსი, რომ დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოს, ევროპას. მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სივრცეს. სივრცეს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ათასწლეულების განმავლობაში ხელოვნურად იყო მოწყვეტილი. ევროკავშირთან დაახლოება ახალ შესაძლებლობას უხსნის მთელ საქართველოს და მის თითოეულ მოქალაქეს და რა თქმა უნდა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებს. ამიტომ მინდა აქედან მიმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ. თქვენ დღეიდან ჩვენთან ერთად ამ პროცესის თანაზიარი ხართ. თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროკავშირთან დაახლოებას მოაქვს. ეს არის უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ევროკავშირის ბაზარი ბიზნესმენებისთვის, ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის, თუ მრავალი სხვა. ასოცირების ხელშეკრულებაზე საკუთარი ხელმოწერა უკრაინის პრეზიდენტმა სიმბოლურად იმ კალმით დააფიქსირა, რომლითაც 2013 წელს ვილნიუსში უნდა მოწერილიყო ხელი. წარწერით: უკრაინა, ევროკავშირი, ვილნიუსი 2013. რა შესანიშნავი დღეა, შესაძლოა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ეს მომენტი არის ის მომენტი, რომელიც აერთიანებს წარსულსა და მომავალს. ეს არის იგივე კალამი, რომლითაც ვილნიუსში უნდა მოწერილიყო ხელი. კალამი იგივე რჩება, ეს ისტორიული ფაქტია. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირთან ასოცირებამდე ხელმოწერის ცერემონიალზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ. მათ სამივე ქვეყანას მხარდაჭერა აღუთქვეს, ხოლო რუსეთს მესიჯები გაუგზავნეს. იმისთვის, რომ სრული სარგებელი მოგვიტანოს ამ ხელშეკრულებამ, სამი ქვეყანა გააგრძელებს ძალის ხმევას საკუთარი საზოგადოების გარდაქმნის თვალსაზრისით, რათა განავითაროს დემოკრატია, მოახდინონ ეკონომიკის მოდერნიზება. ევროკავშირი თქვენს მხარეს იქნება მთელი გზის განმავლობაში. იგი გაგიწევთ ტექნიკურ, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ საერთო უსაფრთხოებისათვის.
საქართველოს, მოლდოვას და უკრაინისთვის ეს არის ისტორიული დღე. ეს არის აღიარება მათი პროგრესისა, რომელიც ამ ქვეყნებმა გაიარეს. ეს არის დიდი პოლიტიკური სიგნალი იმისა, რომ დაუკავშირდეთ ევროკავშირს, გაიზიაროთ ჩვენი ეკონომიკური მოდელი. ეს არის კარგი გადაწყვეტილება, რათა მხარი დაუჭიროთ ამ სამ სახელმწიფოს თავისი ქვეყნის გარდაქმნის სტაბილური პროგრესის მიღწევის გზაზე. 20 წლის წინ დაიწყო ეს ურთიერთობა, როდესაც ეს ქვეყნები დამოუკიდებელი ქვეყნები გახდნენ. ეს არის დამოუკიდებელი ეტაპი. ეს ხელშეკრულება იმისთვის იქნა შემუშავებული, რომ დახმარება გაუწიოთ ჩვენ პარტნიორ სახელმწიფოებს, განავითარონ საკუთარი ამბიციები. მათ უნდა გაითვალისწინონ ის სისტემა, რომელიც გულისხმობს მაგალითად დემოკრატიის განვითარებას და კორუფციასთან ბრძოლას. ჩვენ არ გვინდა ამ ქვეყნებთან ექსკლუზიური ურთიერთობების ჩამოყალიბება. ჩვენ გვჯერა, რომ ღია საზოგადოება, ღია მმართველობა, ეს არის პოზიტიური ხელშეკრულება იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოთ საერთაშორისო ურთიერთობები და არა იმისთვის, რომ რომელიმეს საქმეში ჩავერიოთ. ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე მისი რატიფიცირება საქართველოს, ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის პარლამენტებმა, ასევე ევროპარლამენტმა უნდა განახორციელონ. პრემიერ-მინისტრის აზრით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ვადები დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად გაატარებს ქვეყანა რეფორმებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როდის ელოდება იგი, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის საბოლოოდ გაიღება. მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის კარები უკვე გაღებულია და დღევანდელი ხელმოწერა იმის ნათელი მაგალითია, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმა. ეს დამოკიდებულია რეფორმებზე. ჩვენ სრული ვალდებულება ვიკისრეთ რეფორმების განხორციელებაზე, იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ ევროპული სტანდარტები. მე ვფიქრობ, რომ ეს დამოკიდებულია საქართველოზე. რამდენად სწრაფად განვახორციელებთ ყველა იმ რეფორმას იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ ევროპული მოთხოვნები. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ 5 წელი, 10 წელი. ჩვენ არ ვიცით უბრალოდ ამაზე პასუხი. ეს დამოკიდებულია იმ პროგრესზე, რასაც მიაღწევს საქართველო. ჩვენი მხრიდან, ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ შევასრულოთ ყველა რეფორმა, რომ დავაკმაყოფილოთ ყველა მოთხოვნა.